ზემკიდი ხარ შვილო. თმას რამდენი ხანია რაც იზრდი 2 წელია. ძმაკაცთან ერთად და ოჯახთან. შენი ძმაკაცი გამაცანი ნიკა. რატო ხართ ძუნწები ეს ჰეტეროკაცები? არ მესმის თქვენი. გამოგიგზავნე სახელი და არ ნახე. ინსტაგრამი გააქვს? აქ ეთყობა გაიქცა ის არა ქვია იმას. კომენტარი. ინსტაგრამი თუ გაქვს? მეგობრებო, გადადით და ინსტაგრამზე დამაფოლოვეთ ყველა. ერთი ვიდეო უნდა ჩავწერო. ხვალ რის დალევას აპირებ, რა ვიცი. რაც ექნებათ იმას დავლევ. Eliagio perdra bientôt ses avantages d'abonnement. ყლის გაგდებული დედა შენია შვილო. რამდენი წლის ხარ? ცოტა იმდენს. აუ რა ვიცი ის ბიჭი ჩეხეთში რო ცხოვრობს შენ კომენტარებს თუ წერა არ იწერება. ვერ ვკითხულობ შენს კომენტარს. ნიკა რატო ტანჯავ მაგ მომღერალს? რა ვიცი ქალო ამ ტრანსგენდერისისა მოვიჩემე. ჯიგოს შვილიშვილზე კიდე სხვებზე ვიდეოში რო ლაპარაკო. ჯიგოს შვილიშვილმა იცი რა მომწერა. მოდი გაჩვენო. შენ თუ ამას გადამითარგმნი, რაც ჯიგოს შვილიშვილმა მომწერა. აბა შეეცადე ერთი გადამითარგმნო ეს. აი შენი ჯიგოს გოგო ხო ძალიან განათლებულია. აი ესეთ რაღაცას იწერება. რომელ კვალიცია, ესეთი სიტყვა ხო არ არსებობს ქართულ ენაში. საუბრობ, როდესაც ოპოზიციის არ გვაყს მაგალითი გირშს ლიდერი იაგო 2012 იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა ერთ-ერთ ჯალათია მიშას რეპრესიების მეორე ხაზრაძე რომელიც ნახევარი თბილის და საქართველოს გარეთ გამოაგო და ვინ დარჩა გარამი მელზე
მაგაზე არცაა ლაპარაკი საჭირო. მე ნუ მეჯიბრები ამ ხელაკაცი რო ხარ თუ რამ კაი გინდა ამ ქვეყნისთვის მოიქეცი ნორმალურად და ცენზურის პარაგრაფში მიუთითი ახალგაზრდას მარტო რო იგინები და იფურთხები. ეს არის შენი ჯიგოს გოგოს მოწერილი. ეს შანიძის გრამატიკის წიგნით არ არის საცემი. გეკითხები, მიქაელა ხარ თუ რაღაცა სიკვდილი ხარ? ეს შანიძის გრამატიკის წიგნით არის საცემი თუ არა? ესე იგი სინტაქს პუნქტუაციას დედის მუტელი მოუტყნა ამ პატარა ტექსტში, რაც მან მომწერა. სიკვდილი შენ ხარო, შენ მასთან ერთად ხარ დასაბეტონებელი. შეავადმყოფო შენ. შიგაგზავარ აქვს ქართული ენა არიცის და გამოდის როდესაც ქართველი საუბრობს ქართულ ტრადიციებზე, როდესაც ქართველი საუბრობს ქართულ კულტურაზე, უპირველეს ყოვლისა ეს ქართველი, რომელიც ესეთ მაღალ ღირებულებებზე საუბრის გამბედაობას იჩენს, უელემენტარულესი უნდა იცოდეს საკუთარი მშობლიური ენა. სადაც დაიბადე და გაიზარდე და რომელ ერსაც წარმოადგენ, აი იმ ერის ენა უნდა იცოდე. ანუ შენი საკუთარი მშობლიური ენა უნდა იცოდე. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ფრანგისთვის, ესპანელისთვის, ბერძენისთვის, იტალიელისთვის, ქართველისთვის მთავარი ღირებულება, მთავარი პრიორიტეტი არის მისი საკუთარი ენა. ენა არის შენი იდენტობის პირველი გამო. ვინ ხარ, რა ხარ, საიდან მოდიხარ, ვის ეკუთვნი. ამას გამოხატავს ის ენა, რომელ ენაზეც საუბრობს ესა თუ ის ერი. ხო? უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეს შენი მშობლიური ენა. და თქვენ ეს მიქაელიო თუ ვიღაცა ხარ დაგბოკა არ გაგინებ, იმიტომ რომ არ გეგინებია ჩემთვის. მაგრამ შეხარ საწყალი, საცოდავი, უბადრუკი, ფსევდო კონსერვატორი, ფსევდო ტრადიციების მიმდევარი. რას ვერ გავიგებ? არ ხარ ღირსი, მაინც ვერ გაიგებ. ძიმე აზრზე არ ხარ, წერტილი. თქვენ ვითომ კონსერვატორებმა შენ რა ხარ, ბოლოში კითხვის ნიშანი უნდა დაწერო. ამ ვითომ კონსერვატორებმა, ვითომ ტრადიციის დამცველებმა, ვითომ რელიგიაში გამსჭვალულმა, ვითომ ქართველებმა მეხუთე კლასის აკაკი შანიძის გრამატიკა არ იცით. და ძალიან გთხოვ, გაეთრიე ჩემი ლაივიდან. ანუ მეხუთე კლასში ისწავლება ეს გრამატიკის ძირითადი რა, უფრო მსუბუქი პრინციპები. როგორ გამოიყენო სასვენი ნიშნები, როგორ დაალაგო წინადადება. ანუ ეს არის იცით, ყველაფერს თავი დავანებოთ. ახლა საქართველოს ისტორიაში შენ საქართველოს აკაკი შანიძის გრამატიკის წიგნი არ გადაგიშკია და არ წაიკითხია და საქართველოს ისტორიის წიგნს გადაშვი და წაიკითხავთ ის სქელი აკაკი შანიძის გრამატიკის წიგნი მაგალითად მეხუთე კლასის მეექვსე კლასის თხელია და შეიძლება მარტივად ანუ გულმა მიგიშვას და რაღაც გული არ აგიცრუდეს. ამ საქართველოს ისტორიის წიგნს შენ არ გადაშლი, იმიტომ რომ ის ძალიან სკელია. და არ კი ყაველაშვილი ვითხარ შენ. ზრდილობა ზრდილობიან ადამიანებთან ვარ ზრდილობიანი. კულტურულ ადამიანებთან ვარ კულტურული. უზრდელ ადამიანებთან ვარ უზრდელი. ტუტუც ადამიანებთან ვარ ტუტუცი.
დაიტოვე შენთვის, მე ჩემთვის ვარ დატოვებული, ჩემი ცოდნით შენ ვერ ივლი, მე შენი ცოდნით, ღმერთმა დამიფარო, შენი ცოდნით როვია, რომ ხო დაღუპული ვარ და წაქცეული ვარ და რა ვიცი. შენნაირი ცოდნა რომ მქონდეს, შენნაირი შეგნება რომ მქონდეს, შენნაირი გნოზია რომ მქონდეს, თავს მოვიკლა. ცოცხლად დავიწვავ თავს. ნებისმიერ იტალიელს რო კითხო, კითხავს თავისი, უბრალოდ ნებისმიერ იტალიელს რო კითხო ის, რომ მაგალითად როდის განთავისუფლდა მისი ქვეყანა იმ ფაშისტური გავლენებისგან, რომელ გავლენებშიც იხრჩობოდა 39 წლიდან 45 წლამდე, ამას გიპასუხებს ზეპირად. შენ მაგალითად რო კითხო, ნახლა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არ იცი. როდის მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობა, როდის დაკარგა, კიდე როდის აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა, ამას შენ ვერ იტყვი. რატომ? იმიტომ რომ დამჯდარი ხარ და ჩემ ტრაკს ყარაულობ და ჩემ ტრაკის ღარში არ წერია ჩვენი ქვეყნის ისტორია. ჩვენი ქვეყნის ისტორია წერია წიგნებში და უნდა წახვიდე და ის წიგნები უნდა წაიკითხო, რომ ყლე არ იყო. შემჭამა. კიდე რა ვქნათ ახლა, რა ვთქვათ კიდე. რითი დავამცირო ახლა ამნაირი ყლეები, ღმერთო შენ მიშვენ. ვაიმე გადაასხიე რა საზიზღრობა. რატო? მეზიზღება. პირველი შენ გასინჯე და გემრიელიამდე. ნიკა ღმერთის გწამს. მაგაზე მინდა ესეთი რამ კონტრშეკითხვა დავსვა. ვინც გეუბნება რომ ღმერთის მწამს. მაგალითად სასულიერო პირები, ეპისკოპოსები, მღვდლები, მეუფეები, პატრიარქი. როგორ ფიქრობ შენი აზრით? რასაც ისინი შენ გეუბნებიან, რომ ღმერთის იწამეო, მათ სწამთ? ახლა კიდე დავსვათ კითხვა, თუ კი სწამთ მათ ღმერთის. ოქროებში რატო ბანაობენ? ბოლო მოდელის აიფონები რატო აქვთ? ყველა მღვდელს, ყველა ეპისკოპოს ბიზნესები რატო აქვთ? ფუფუნებაში რატო ცხოვრობენ? ახლა შენ ის მითხარი, სახარებაში სად, რომელ მონაკვეთში? რომელ სახარების რომელ თავში წაგიკითხიათ ის რომ სასულიერო პირები უნდა ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. წაგიკითხავს? მიპასუხე. ერთმა ჭკვიანმა ევროპელმა თქვა ასეთი რამ. ერთადერთი ქრისტიანი, რომელიც ჯვარზე მოკვდა, არავითარ კავშირში არ არის იმასთან, რაც მისი სახელით კაცობრიობამ დაატრიალაო და დღემდე ატრიალებს. რასაც ქრისტეს სახელით დღეს ქრისტიანები სჩადიან, ქრისტე იმასთან არაფერ შუაში არ არის. საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. არ არის ეს? ღმერთის წვენა აუცილებლად მღვდლებზე ხომ არ გადის მერე. რა არის ღმერთი? რა არის ღმერთი? შენთვის რა არის ღმერთი? რა არის ღმერთი? შენთვის რა არის ღმერთი? ადამიანების ჩაგვრა? ღმერთი სიყვარულია, ოჩახბაჩო. მაგრამ მე იმას ვეკითხები, იმისთვის რა არის ღმერთი? რას ნიშნავს ღმერთი შენთვის? ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული, რასაც საკუთარ თავში აღმოაჩენ. დამთავრდა. იმისთვის რომ კეთილი ვიყო,
ვიღაც მღვდელის დამოწმება ამჭირდება. იმისთვის რომ სიკეთე ვაკეთო და ადამიანი მიყვარდეს, ამისთვის ვიღაც დაუბანელი მღვდლის კურთხევა ამჭირდება, რომელიც ამოფარებულია ქრისტეს კალთას. თქვენ სახარებიდან გახსოვთ ის, რომ ქრისტე, როდესაც იერუსალიმში მივიდა, მოვაჭრეები, რომლებსაც ტაძარში ჰქონდათ სავაჭრო მაგიდები გაშლილი, ისინი ყველა გარეთ გამოყარა და კერპები დაამსხვრია, ხო ესე? დღეს, როდესაც შეხვალთ სამებაში, როდესაც შეხვალთ სვეტი ცხოველში და სხვა ტაძრებში, თქვენ ხედავთ გაშლილ მაგიდებს, სადაც სანთლებს ყიდიან, ხატებს ყიდიან, სუდარებს ყიდიან და 1000 რაღაც რელიგიურ ნივთებს, ხო ესე? ქრისტემ თავის დროზე ესეთი ადამიანები გამოყარა ტაძრებიდან. კიდე თქვა ერთმა ევროპელმა ასეთი რამ. ქრისტემ ტაძრებიდან ვაჭრები გამოდევნაო. და ამ გამოდევნის შემდეგო ვაჭრები დაჭკვიანდნენ, ანაფორები ჩაიცვეს და თვითონ ქრისტე გამოდევნეს შემდგომ ტაძრებიდან. არ არის ესე? არ არის ესე? დაგვირდით თუ არ არის ესე? თავის დროზე ქრისტემ ვაჭრები გამოდევნა და გამოყარა ტაძრებიდან. მაგრამ ეს ვაჭრები ძალიან დაჭკვიანდნენ, მიაგნეს თავისთვის სასარგებლო გზას, ჩაიცვეს ანაფორები და დღეს იმ ტაძარში, ამა თუ იმ ტაძრებში აღავლენენ ლოცვებს იმ ქრისტე ღმერთის სახელზე, რომელიც ამბობს იმას, რომ ყოველი ქრისტიანი მე უნდა მემსგავსებოდესო. ეხლა მითხარი, რომელი ქრისტიანი ჰგავს ქრისტეს? მაჰათმა განძს კითხეს ესეთი რამ. რას ფიქრობ ქრისტეზეო და შეუთხრა მან, რომ მე ძალიან მომწონს ქრისტე, მაგრამ საერთოდ არ მომწონს ქრისტიანები. კი, მაგრამ თუ ქრისტე მოგწონთო, ქრისტიანები რატომ არ მოგწონთო? იმიტომ რომ როდესაც სახარება წავიკითხეო, გამახვილებული იყო იქ ყურადღება იმაზე, რომ ყოველი ქრისტიანი უნდა მემსგავსებოდეს მეო. და როდესაც ვუყურებ ქრისტიანებსო, ისინი საერთოდ არ ჰქვანან ქრისტესო. არ არის ესე? ასე. შეიძლება მე ბევრ რამეში არ მეთანხმებოდეთ. შეიძლება მე გეზიზღებოდეთ, იმიტომ რომ გეი ვარ, გაქვთ ამის უფლება. მაგრამ რასაც მე ვსაუბრობ, რაც არ უნდა არ მეთანხმებოდეთ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, მაშინ მიხვდებით იმას, რომ რასაც ვსაუბრობ, ის არის მწარე რეალობა. და ამ მწარე რეალობაზე შენ ხმას ვერ იღებ, რადგანაც არ ყოფნის გამბედაობა. და ცხოვრობ ჭაობში. რაც არ უნდა მეძახო, გინდ პიდარასტი, გინდ ჩათლახი, გინდ ნაბიჭვარი, გინდ ნაბოზვარი, უცვლელია ის რეალობა, რაც თქვენს ირგვლივ არის. და რა არის თქვენს ირგვლივ? გაზულუქებული მღვდლები, გაამპარტავნებული ეპისკოპოსები, მეუფეები, რომლებიც ფუფუნებაში ცხოვრობენ. თქვენ სად ცხოვრობთ ამ დროს? სად ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? ფრანგებს აქვთ ესეთი თავისი ისტორიიდან გამომდინარე და იმ რევოლუციებიდან გამომდინარე,
იმ ბრძოლებიდან გამომდინარე, რაც მოუწიათ ფრანგ ხალხს, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ფრანგებმა შექმნეს ესეთი ტერმინი ლაისიტე. ფრანგულად არის ლაისიტე, ქართულად ლაიციზმი, ესე ითარგმნება, რომელიც ნიშნავს სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნას. საერო ხელისუფლება ვერ ჩაერევა სახელმწიფოს საქმეებში, ანუ გამიჯნულია ეს ყოველივე. და ნებისმიერ ფრანგს რო კითხო ამ ლაიციზმთან დაკავშირებით გეტყვის იმას, რომ თავიანთი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ფრანგებმა მიიღეს, არის სწორედ ეს ლაიციზმი, როდესაც ეკლესიას გააჯმევინეს სახელმწიფო სტრუქტურებიდან. რატომ? იმიტომ რომ ეკლესია ცხოვრობდა ფუფუნებაში ღარიბი მუშა ფრანგების ხარჯზე. და სწორედ ეს მოსწეს ფრანგებმა. ფრანგები კი არავის უკრძალავენ ამა თუ იმ რელიგიას. საფრანგეთში შეგიძლია იცხოვრო იმ რელიგიით, რომელი რელიგიის მიმდევარიც შენ შეგიძლია იყო. და რომელი რელიგიის მიმდევარიც გინდა რომ იყო. და აი ასეთი რამ სანამ არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში, სანამ არ ჩააბეტონებს მომავალი თაობა, სანამ არ გამიჯნავს ეკლესიას და ხელისუფლებას ერთმანეთისგან, საერო ხელისუფლებას, სასულიერო ხელისუფლება უნდა გაიმიჯნოს საერო ხელისუფლებისგან. სანამ ეს არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში, მანამ ჩვენ არაფერი არ მოშველა. მანამ იქნებით აი ეს, როგორც ვართ. ღარიბი ხალხის ხარჯზე ძალიან კარგად ცხოვრობენ მღვდლები. ძალიან კარგად ცხოვრობენ ეპისკოპოსები. თქვენ კარგად ხედავთ აი სოფლებში რო წახვალთ ძალიან დიდრულ ეკლესია მონასტრებს. ხო ხედავთ დიდრულ ეკლესია მონასტრებს ამა თუ იმ სოფლებში. და იმ სოფლების ირგვლივ თუ ხედავთ სახლებს, რომლებსაც სახურავი არ აქვთ, სახლებს, რომლებსაც ფანჯრები არ აქვთ. და ამის ფონზე დგას მდიდრული ტაძრები. ეს არის ქრისტიანობა? ამას ამბობს ქრისტე. ქრისტე რას ამბობს? დაეხმარეთ გლახაკებს, დაეხმარეთ ობლებს, ქვრივებს. როდესაც ქვრივი შეგხვდებათო და დაეხმარებითო, იცოდეთ რომ ის მე ვარო. ამას არ ამბობს საყდრებაში. როდესაც ობოლს ნახავთ და დაეხმარებით, ის მე ვარო. როდესაც მათხოვარი მოვა, მოგაკითხავთ და გეკაკუნებთ კარებზე და თქვენ მას დაეხმარებით, ის მე ვარო. ამას არ ამბობს? ამას მე ხوار მომბობს, ამას ქრისტე ამბობს. ხო ამბობს ამას ქრისტე? მე ხوار მომიგონი. კემალიზმი უკვე სხვა რაღაცა. კემალიზმი არის რაღაც საოცრება მუსლიმურ სამყაროში. თუმცა კემალიზმს არ გამოუჩნდა გულმხურვალე მხარდამჭერები სამწუხაროდ. კემალიზმს რომ კარგად ემუშავა თურქეთში, ვფიქრობ რომ თურქეთი იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განვითარებული, ძლიერი სოციალური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, ტრადიციული თვალსაზრისით, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, თურქეთი იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზებული მუსლიმური ქვეყანა. მაგრამ როგორი სეკულარული ქვეყანა. მუსლიმები იქნებოდნენ, მაგრამ ძალიან სეკულარული, როგორც საფრანგეთია, საფრანგეთი ხო სეკულარული სახელმწიფოა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არიან ფრანგები. ხო გაყოფილი, აი ეგრე რომ არ იმუშავა კემალიზმი. არ იმუშავა იმიტომ, რომ ვინც ათათურქის შემდგომ მოვიდნენ თურქეთის სათავეში, მათ მიხვდნენ იმას, რომ რელიგიით მართვა შეიძლებოდა ბრბოსი, ვიდრე კანონებით.
რა თქმა უნდა არ შეიწუხეს თავი იმიტომ რომ ათათურქმა იმ უმოკლეს დროში 1923 წლიდან 1936 წლამდე ის 1936 წელს გარდაიცვალა აი ამ უმოკლეს დროში ათათურქმა თურქეთი გახადა ზე ევროპული ქვეყანა დახურა მეჩეთები ქალს ჩადრი მოხადა და უთხრა რომ შენ თავისუფალი ხარ და იცხოვრე ისე როგორც შენ გსურს და როგორც შენ გინდა ეს ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმიტომ რომ ისტორიაა და ჩვენთვის მარტივია ეს სასაუბროთ მაგრამ ეს იყო ძალიან რთული რეფორმები ძალიან მტკივნეული რეფორმები მით უმეტეს ისეთი მუსლიმური ქვეყნისთვის როგორიც თურქეთია მაგრამ მან ის გააკეთა ეს გააკეთა მან და ეს მოახერხა აი იმ საუკუნეში რომ საუკუნეშიც ის მოღვაწეობდა ათათურქის მსგავსი ერთი პიროვნება რომ ჰყოლოდათ თურქებს დღეს თურქეთი იქნებოდა შემდგარი ევროპული კარგი სახელმწიფო მაგრამ ხედავთ ერდოღანის ხელში თურქეთი არის რა ვიცი ერთ-ერთი უკან დახეული ქვეყანა მე მესმის შენიო ლექსო მე რაზე ვსაუბრობ და შენ გაინტერესებს გეის საიდან წამოვიდა ხა ავადარ ანუ მე შემიძლია ვისაუბრო ხელოვნებაზე ლიტერატურაზე ისტორიაზე მაგრამ შენ ამაზე არ შეგიძლია ლექსო რო ისაუბრო შენ შეგიძლია ისაუბრო ჩემი ტრაკის დირკაზე რამდენი ყლე შედის იქ და რამდენი ყლე შემოდის გამოდის ავანტყოფი ხარ ჩემი ტრაკის დირკა არ არის ისტორია ჩემი ტრაკის დირკა არ არის ლიტერატურა ჩემი ტრაკის დირკა არ არის ხელოვნება გასაგებია ნუ იქნები ავანტყოფი რა მოგწერა მასე გოგოებს რომ იწერე მოიცა ნიკა რო გამოვალებიან და მირეკოს უთხარი გთხოვ ოკეი წავედი მე ყველაზე მეტად მე საქართველოში დამბრუნებელი არ ვარ იქ რაც არ უნდა მთავრობა მოვიდეს მაგრამ ძალიან გული შემტკივა იმაზე რომ ისეთი ისტორიის მქონე ქვეყანა ისეთი კულტურის მქონე ქვეყანა ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანა ოღო კარგი კულტურის კარგი ტრადიციების კარგი ისტორიის მქონე ქვეყანა როგორიც ჩვენ ვართ არ იმსახურებს ისეთ ყოფას მდგომარეობას რა ყოფაშიც და მდგომარეობაშიც არის ამჟამად ჩვენი წინაპრები რო სულელები გაუნათლებლები უტვინოები ყოფილიყვნენ ჩვენს ენას უნიკალურ ენას არ ექნებოდა სამსაფეხუროვანი დამწერლობა ჩვენს ქვეყანაში არ იქნებოდა იმდენი ისტორიული ძეგლი იმდენი მონასტერი რამდენიც ახლა არის ამჟამად ჩვენი წინაპრები რო სულელები ყოფილიყვნენ ხვდებით რას მომბ ანუ ჩვენ კარგი წინაპრები გვყავდა მაგრამ მათი შთამომავლები ჩვენ უვარგისები ვართ ეს არის ფაქტი ჩვენ ძალიან უვარგისები ვართ ეს არის სამწუხარო როდესაც ადამიანი გამოდიხარ და დავით აღმაშენებელზე საუბრობ და გინდა რომ დავით აღმაშენებლის დროს რომ ქვეყანა დავით აღმაშენებლის დროს რომ საქართველო ძლიერი იყო წარმატებული იყო ყველაფერი თითქმის დაძლეული იყო აი ესეთი საქართველო რომ გინდა და ამის პარალელურად გელათი რომ ყოველ დღე
იშლება და უნიკალური ფრესკები რო ნადგურდება და ამაზე რო ხმას არ იღებს, შენ ხარ აფერისტი, დემაგოგი, პოპულისტი, უტვინო, უტიფარი, უსირცხვილო. შენ არ ხარ ქართველი. მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ, რატომ? რაც დაგიტოვა დავით აღმაშენებელმა, იმას ვერ პატრონო. და მიმტკიცებ იმას, რომ დავით აღმაშენებელს რო საათივით ქონდა საქართველოში ყველაფერი აწყობილი, ისეთი ქვეყანა გინდა ააშენო დღეს საქართველოში. იტყუები. ნამუსგარეცხილი ხარ, უსირცხვილო და უსინდისო ხარ. ეს არის ფაქტი. რატომ? გითხარით რატომაც. 13 წელია ეს ხელისუფლება არის ქვეყნის სათავეში და 13 წლის განმავლობაში გელათი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, მსოფლიო კულტურას განეკუთვნება, ხო, აი, კულტურული თვალსაზრისით გელათს აქვს უდიდესი დატვირთვა. ნადგურდება ეს ძეგლი. ყოველ წვიმაზე ჩადის წყალი ტაძარში და უნიკალური ფრესკები ნადგურდება. და ვისი ფრესკებია? გელათის მონასტერში რო შეხვდით, იმ გელათის ტაძარში რო შეხვდით, ვის ფრესკებს ხედავთ იქ? გიორგი მესამე, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი. დავით აღმაშენებლის ტაძარი უჭირებს. ეს უნიკალური ფრესკები ნადგურდება. და თქვენ გამოდიხართ ამის პარალელურად და გეების ტრაკი მაინტერესებსო. ტრანსგენდერებმა ყლე არ უნდა მოიჭრენ, მუტელი არ უნდა გაიგეთონ. და ამის პარალელურად ის ნადგურდება, რაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი კი არა, სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესია. ხო, ავადმყოფები არ ხართ ახლა? ქვეყანაში სიღარიბეა, ქვეყანაში სიდუხჭირია. ბავშვები შიმშილობენ, 1000 უბედურება ხდება მაგ ქვეყანაში. მაგაზე კაციშვილი არ იღებს ხმას. ხმას იღებენ იმაზე, რომ თურმე ვიღაცა გეია, ვიღაცა ტრანსგენდერია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. და ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ტრაგედია არის ის, ჩვენ ქვეყანაში წიგნს არ კითხულობენ. ჩვენს ქვეყანაში განათლება მინუსებშია. აბა, როდესაც ადამიანმა 5 ან 4 წელი ისწავლა უნივერსიტეტში, დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, არის პროფესიონალი თავისი საქმის, ვერ შოულობს სამსახურს და ტაქსისტად მუშაობს. სამაგიეროდ ფეხბურთელი, რომელმაც მერვე კლას 8 კლასიც კი ვერ დაამთავრა და მე-7 კლასიდან გამოვიდა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, ხვის დაწერილ ტექსტს ვერ კითხულობს, ის დღეს საქართველოს პრეზიდენტია. უბრალოდ დაფიქრდით, რა ხდება ქვეყანაში. როგორ უნდა მოთხოვოთ თქვენ შვილებს, რომ ისწავლონ ამ ყოველივე შემხედავმა? თქვენ შვილს როგორ უნდა უთხრათ, რომ წადი და ფსიქოლოგი გამოდი, წადი და იურისტი გამოდი, წადი და ეკონომისტი გამოდი, როდესაც ფეხბურთელს ხედავს, რომელსაც ატესტატი არ აქვს. ის ღმერთმა დაგიფაროჟა ქვია იმას დიპლომი. ატესტატი არ აქვს სკოლის. ამის არ შემოbrunდება და შენი შვილი არ გეტყვი, არა, მე წავალ ფეხბურთს ვითამაშებ, იმიტომ რომ ფეხბურთს რო ვითამაშებ, მე შევძრები სადღაც პარტიაში და შეიძლება წლების მერე მე განათლების მინისტრი გავხდე. გასაგებია? ჩვენ ძალიან ტრაქში ვართ. ძალიან ტრაქში ვართ, ხალხო. მართლა სირცხვილია. ძალიან სირცხვილია, ხალხო. თავის მოჭრა, საცოდაობა, კატასტროფა.
დაფიქრდით, უბრალოდ დაფიქრდით. დაფიქრდით იმაზე. 2 დიპლომიანი, 3 დიპლომიანი, 4 დიპლომიანი ხალხი მუშაობს ტაქსისტებად. რამდენი ტაქსისტი შეგვედრიათ საქართველოში, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება. და ამის პარალელურად წერა-კითხვის უსოდინარი. ატესტატის არ მქონე პრეზიდენტი ყავს. სირცხვილი არ არის ეს? საცოდაობა არ არის ეს? ჩვენი საქმე იცით როგორ არის? აი მაგალითად კარგ ფილოლოგს რომ უთხრა შედის საოპერაციოში და გულის ოპერაცია გააკეთეო, ის ხომ ვერ გააკეთებს გულის ოპერაციას, იმიტომ რომ ფილოლოგია. ჩვენ ქვეყანას დღეს მართავენ ხალხი, რომლებიც მაგალითისთვის არიან ფილოლოგები და ცდილობენ რომ იყვნენ გულის ოპერაციის გამკეთებლები. ანუ ექიმები. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ეს არის ჩვენი ქვეყნის, რა ვიცი მე, კრახი, დასასრული, რეგრესი, დეგრესი, ირაციონალიზმი, ალოგიკურობა. რა ვიცი, ჩვენ ცხოვრობთ ირეალურ სამყაროში. ხალხმა ვერ გაიგა ის, რომ ალან ტიურინგი გეი იყო, მაგრამ დღეს რო კომპიუტერში იჩიჩქნები, მაგისი მონაცემები მან დატოვა. რა მნიშვნელობა გვინა გეი? მან მისი საქმე აკეთოს. მისი საქმე აკეთოს, კაცო. თუ გეია, მაგრამ კარგი მათემატიკოსია, ფიზიკოსია, იმის გამო უნდა გარიყო, იმის გამო უნდა გააგდო, იმის გამო უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და იმის გამო უნდა აბულინგო, რომ გეია. კაცო, ის ხო აკეთებს თავის საქმეს. წავედი, ხვალ რა თქმა უნდა მოგილოცავთ დამდეგ 2025 წელს და შესაბამისად გისურვებთ ყლეც ხარშვილო და ყლის დაგდებულიც. შესაბამისად გისურვებთ იმას, რასაც ვუსურვებ საკუთარ თავს. ღამემშვიდობის. კარგად იყავით. გისურვებთ ტკბილ წილს. შვიდობიანერა. ახო, ინსტაგრამზე დამაფოლოვეთ. ინსტაგრამი მაქვს ამ ტიკტოკზე მიმაგრებული. გადადით ჩემს ტიკტოკ გვერდზე და დამაფოლოვეთ ინსტაგრამზე. მანდვია ლინკი მითითებული. ღამემშვიდობის.